გამარჯობა საქართველოს ვაშინგტონიდან. მე ვიყოფები ახლა მარიოტის სასტუმროში, სადაც ასევე იმყოფება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და აქვე მართავს შეხვედრას დიასპორასთან. ნახევარ საათში იწყება, მე უკვე ჩავდივარ. მოგა თურმე დახურული შეხვედრებია, ესეთ დიასპორასთან შეხვედრები და იქ ვიდეოს გადაღება არ შეიძლებოდა. გეტყვით რომ პირად ვისაუბრე სალომე ზურაბიშვილს ორჯერ. ვეცადე მაქსიმალურად მოკლედ ამეხსნა ის სტრატეგია, რომელიც არის შედეგზე ორიენტირებული და ასევე ის რომ ჩვენი მიზანი არის და ჩემი მიზანი არის რომ მალე დაიდოს შედეგი და საქართველოს განთავისუფლდეს კორუფციისგან. მე აუხსენი, რაზეც არაერთხელ მისაუბრია ბანკებთან დაკავშირებით, რომელიც არის ერთადერთი სწორი გამოსავალი და სწრაფი გამოსავალი და მე ასევე ვთხოვე შუამდგომლობა ოპოზიციასთან, იმიტომ რომ იცით რომ ჩვენ 100% დამოუკიდებელი და ნეიტრალური პარტია ვართ და ამის იმიჯის შელახვა არც 1% არ მინდა და ვინაიდან ტელევიზიების პრობლემა გვაქვს ჩვენ და თქვენ იცით რომ ჩვენ Facebook-ის დაგვიბლოკეს 1 წლით და დღემდე დაბლოკილი გვაქვს, წარმოგიდგენთ 15 თებერვალამდე დაბლოკილი გვაქვს Facebook-ი, არ არეკომენდირებულია და ბევრს არ უჩვენებს და ამიტომ ჩვენ გვჭირდება პლატფორმა, რომელითაც ჩვენ საქართველოს დავეხმარებით და ეს რომელი პლატფორმა იქნება, ჩვენ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ საქართველოსთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც კი შესაძლებელია და ბოლომდე ვცდილობ რომ ეს გავაკეთო და ქალბატონ სალომემ მითხრა ეგეთი რაღაც რომ ჩემი შემოდგომა რაში გჭირდებაო. პირდაპირ მიმართავ ოპოზიციასო და ვისაც გინდაო. მიმართავ ოპოზიციას და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რეალურად იბრძვიან იმისთვის, რომ იყოს გაცილებით მაგარი საქართველო ხვალ. გულით იბრძვიან ამისთვის. მე გთავაზობთ რომ ჩვენ შევხვდეთ, მე გაგაცნობთ კონკრეტულ გეგმას, მე გეტყვით რომ ის ვიდეოები რაც ჩავიწერე ამ მიმართულებით, ბანკების მიმართულებით არის ხო 20%, დაახლოებით 20% იმ გეგმისა, რაც საბოლოო ჯამში მაქვს და გვაქვს და დანარჩენ დეტალებს უკვე ადგილზე გავვლით. ანუ თუ ჩვენი მიზანი არის რეალური შედეგი დაიდოს, თუ ჩვენი მიზანი არის რომ ხალხი არ ვაწვალოთ კვირეები, თვეები და წლები, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. ეს არის ექსპერტულ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მიერ გავლილი სტრატეგია. მოკლედ, იდეა ძალიან მარტივია. უნდა დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეშინიათ. ეს არის ფინანსები. საკონტაქტო დევს ყველგან, ნებისმიერ სოციმედიაში, პირადი ნომერი მიწერია ყველგან, ასე რომ დამიკავშირდით, თუ ნამდვილად გინდათ საქართველოს ფეხზე დადგომა და გადადეთ ეს რაღაც პირადი რაღაც მომენტები და ჩვენ დავეხმაროთ რეალურად საქართველოს და საქართველოს იყოს ყველაზე მაგარი ქვეყანა და ამისთვის მე მზად ვარ ყველაფერზე წავიდე.